საკუთარი იუბილეს იმ თეატრის სცენაზე შეხვდა, რომელზეც ცხოვრების 42 წელი გაატარა და მაყურებლისთვის არაერთი საინტერესო სახე შექმნა. რუსთაველის თეატრის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი მურმან ჯინორია 78 წლის გახდა. საიუბილეო სპექტაკლის თავად შეარჩია მისივე საავტორო ნაშრომი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“. 85-წუთიანი სპექტაკლი 4 პირობითი ნაწილისგან წელიწადის 4 პერიოდისგან შედგება და ყოველ მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები მხატვრული კითხვის ოსტატმა, რომელიც ახლა მომავალ მსახიობებს ასწავლის საავტორო სპექტაკლში „სამთარი გალაქტიონ ტაბიძესთან“ გააიგივა. თუ რომელი კლასიკოსი ასოცირდება წელიწადის დანარჩენ დროებთან, ეს უკვე ჩვენს რეპორტაჟსა და რუსთაველის თეატრში შეგიძლიათ ნახოთ. ფიზიკა არაფერი არ არის. ფიზიკა მათყუარა. ემოცია თავარი. ძალიან ახლოს არ მოხვიდე რა მამა. თორე აზრს ვერ გაიგებენ და მე თუ ვარ აზრი ვარ. 78 წელს მაყურებელთან ერთად ხვდება. ჩვეულებად ქცეულ პროფესიას ასაკი ვერაფერს აკლებს. პირიქით, მაყურებელთან დამაკავშირებელ ემოციურ ძაფს დღეს უფრო კარგად პოულობს. წლები რა არის, იცი მამა? წლები არის თუ დაუფიქრდები დიდი გამოცდილება. ეს შემოვჩნია, რომ უფრო ემოციური გახდა. უფრო გრძნობადი გახდა ის ყოველი სიტყვა, ის ყოველი აზრი, ის სათქმელი. მინდა მოვსურდეთ ყველას. მინდა გავიქცეს. თეატრი დედამ შეაყვარა. ბავშვობაში წარმოდგენების შესახებ ხშირად უყვებოდა. პერსონაჟები ჯერ საკუთარ წარმოსახვაში შექმნა და განასახიერა. შემდეგ კი თეატრში მივიდა, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს დაჰყო. 14 წლის წინ ქართული პოეზიის ნიმუშებზე აგებული სპექტაკლი დღემდე ანშლაგით მიმდინარეობს. 150 უახლოვდება ეს ჩემი მონოსპექტაკლი. მადლობა ღმერთს, რომ ამდენ ხანს კიდევ ჭირდები მაყურებელს. მთავარი შემოქმედებითი სივრცე რუსთაველის თეატრია, სადაც 1983 წლიდან მუშაობს. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მხატვრულ კითხვას, რომელიც მის მრავალწლიან კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. პოეზია, ეხლა ჩემი რაც კინოში გადამიღია, რაც მითამაშია სპექტაკლები ან ტელევიზიით, ან თეატრში, შეაერთა. მსახიობობა არის მდგომარეობაში შესულ და ამ მდგომარეობის ემოციურად გამოხატვა, გამოსახვა. მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი სატელევიზიო სპექტაკლს ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს უკავია. 1975 წელს გადაღებულ დადგმაში მის მიერ განსახიერებული სერგო მაყურებლის მეხსიერებაში დიდხანს დარჩა. შენი მოსულით ჩემს გულში აცინათებს. რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი 70-იანი წლების ქართულ კინოშიც შექმნა. მურმან ჯინორია თეატრისთვის არამხოლოდ გამორჩეული მსახიობი, არამედ კინოსა და პოეზიის სცენური ინტერპრეტაციის ნამდვილი ოსტატია, რომელმაც თეატრალურ სამყაროს ახალი ემოციური და ესთეტიკური განზომილება შესწინა, თუმცა არც თეატრი დარჩენია ვალში. აქ ოცნებაა, აქ სიხარულია, აქ იმედია. მე თავი სუფალი ვარ. აი აქ